ამ ვიდეოში თქვენ გაიგებთ თუ ვის წოვენ, ვინ არიან მწოველები, რას წოვენ და ვაფშე რა უნდათ ჩვენგან. სალამს გისურვებთ მეგობრებო. დღეს ჩვენ ვარიაქტებთ მწოველების პირველ სერიას. რაღაცა სერიალი შემოგვიგდო ვარდო სალინძემ კაროჩე. რა ვიცი. არ ვიცი ჯერ არ მინახვია და ნახოთ ერთი მწოველები ქვია და რას წოვენ მართლა ნამდვილად არ ვიცი. იმედი მაქვს რომ რაღაცა ისეთი აზრი მიეცემა ამ სათაურს რა. დავიწყოთ ახლა შევარიაქტოთ, ჩაუვიჯდეთ ბაძუებო. დაწუდებულება ფილმმა ნახეთ, მაგრამ ვინც ნახეთ და გაინტერესებთ ან ჩემი რეაქცია, ან ვისაც არ გინახიათ და პირველად უყურებთ, ერთად შევწვეთ მეგობრებო. ამ მწოველების საყურებლად. Let's go. უჭველი სისხლის თემა იქნება რაღაცა. რა მაგარი ინტრო აქვს? სასო გიორგი ვარდოსალინძეო. დადი ჯეჯიო. ამლეტიო. კაი გადავახვიოთ. რა მაგარი კაცი. მაგარი. მზად ხარ? ცოტა ნერვიო უბრალოდ. თუ გინდა არ ვქნათ. ჩვენი რა მაგრად აქვს. დავიწყოთ. მზად ვარ. აბა მიდი. გამარობა კი. იარა რა გამარობა. მივაბათ რა. გამარჯობა. მე სალამს თუ პირველად ვხედავთ, გეტყვით რომ მე ვარ YouTube-არ მისტიური მისტიკას წამყვანი და დამფუძნებელი. ეს ვიდეო იწერება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით. ეს არის ერთგვარი გაფრთხილება. გაფრთხილება, რომ თქვენ არ გახდეთ მონები, არ გახდეთ ჩმორები, დასაკლავი ღორები. სასო ბევრია, ბიჭო, გააჯმევინი ამ პათეტიკას და უფრო ბუნებრივი იყავი რა. ბიჭო, არა მესმის, მაგრამ ეს ხო ერთგვარი ანდერძია. ხო ხვდები, ანუ ამას თუ ნახულობენ, დიდი ალბათობით ცოცხალიც აღარ ვარ და გავიგე, მაგრამ 30 წამში რომ მობეზრდება მაყურებელს, გამორთავენ და მორჩა. კაი, მართალი ხარ, დავაგდეთ ნერვები, წყნარად. ერთი სიტყვით, როგორც უკვე გითხარით, YouTube არხი მაქვს, სადაც ყველანაირ მისტიკას ვიკვლევ. ეს არის ლეგენდები, ეს არის ისტორიები, მისტიური ადგილები. უკვე 4 წელია აი ამ კონტენტს ვაკეთებ. მისტიური მისტიკა. სიმართლე ყოფილა. ლაღიძეების სახში მართლა მოძრაობენ ნივთები თვითონ. ვახში. შენ სტალინი გამოვიძახით. ვინ გაიჩიტა. ტოპე. თუ ნუგზარა გარეთ. სტალინთან როჭველი ნუგზარა იქნება. 3.2 მილიონი ნახვაო გარეთ. 115,000 ლაიკი. ამხანაგო სასო რამ შეგაწუხოთ? ბატონო იოსებ, როგორი სასიამოვნოა ჩემი სახელი, რო იცით როგორ ახართ პირველ რიგში, როგორ ხართ? როგორ ხართ ბოიშვილი? იოფტო აიო. კარგია ჩემი ბედით რომ დაინტერესდი. არაფერი გუჭის. მე თუპაკი. იტნი ჰუსტონი. ეს კამერა რა ჩაუწი. ჯექსონი მომივალეს. ჯექსონი მომივალ. კუნძულზე ვარ. გაიშჩამთ. მაგარია. საკუჭური გავიცეთ მეორე. ოპა, ესენი პინაკაცი. ერთი ამბავია. პაცობაბუა არ გასვენებს. მართალია ბაბუა ჩემი, ფაცოს ამბავი გვაინტერესებს ოჯახს, რომ აი რო გააკულაკეთ თქვენ და თქვენმა თანამოაზრეებმა თავის დროს მიზეზი არ ვიცით რა, რატომ მოხდა ეს და
იქნებ რავი, დაგვაყვანდი. საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ პოცოს დედა მოუტყნა. კოლმეულნე გამოცხადა მასთან და იგი სათოხარში არ გაყვა. ეს მის შენ სათოხარში შეიძლება საბარა ვიცი. არ მოგატყუებთ და აი ამ 4 წლის მანძილზე მისტიური ესე არაფერი მომხდარა, მაგრამ კონტენტი მოითხოვდა და ჩვენც პატარა ხრიკებს მივმართავდით. ვარგო და გამოკიდებას. თუნდაც არ ყმარიც რა ქენი, თითქოს და უნდა ჩაავლოს უკვე რა. ხელობით? ხო, თითქოს უკვე უნდა ჩაავლოს და ცოტა ხმაც მოუმატა. დანარჩენი იდეალურია. არაშა კაი წამ. არ მეზარებაც. ჯიგარ. ამაზე გრძელი ვერიშოვებ, ხო უნდა მოვქაჩო ნორმალურად, რა ჯანდაბაა ეს? არ გავს ექსტალის. შეიძლება რამე სხვა ვცადოთ, უფრო ბერიას გავს თუ რა, არ ვიცი, ხრუშოვს ვისაც რატომ? შვილო, იმიტომ რომ ამას ყველა იზავს. რაღაცა ისეთი უფრო სტალინური რო გააკეთოთ, არ შეიძლება? რა მიგიწო ეს დამაინტერესებს. არ გავს სტალინის მაყურებელმა, ხო უნდა დაიჯეროს სტალინის. გაიზარდონ უგზარაზე გარს. მე ტელევიზია 30 წელს გაიგე სტალინი აფერ გაიგე 30 წელს ასრელო კიდე ხარ რაღაც მე მიგორები წევი ხამდი გაიგე. ყავს შენ სტალინი ნანახი. არა მყავს სტალინი ნანახი, კაცო. რა საკეთებს, კაცო? ტელევიზია დაგეთე ხარ და გაიფერი დაგიდა. რას უზავს ეგეთია YouTube-ი? რას არაკეთებს ხალხი ნახვების გამო, ზოგი საჭმელსაც კი ჭამს. ბევრი რომ არ ვილაპარაკო. ჩემი აშენდელი კოშმარი აი ესე დაიწყო. როდესაც არხი მიუახლოვდა 100,000 გამომწერს, გადავწყვიტე YouTube სპეშალი გამეკეთება. სპეშალ. რატო გარბი ხარ ბიჭო, გამაგებინე. რატო გავრბივარ და იქნებ მანქანა ჩამომივიდა. აი რატო გავრბივარ. სირცხვილია მე რამდენად უნდა დავადგეთ. თან ხომ გითხეს ფოჩი შემოვა თუ არა გაგაგებინებთ. ბიჭო, მომისმინე, ჯეგერთი სირცხვილი არ არის. შეიძლება სურპრიზს მიმზადებენ. და თან მინდა ახალი მანქანი წავიდე კონტენტის გადასაღებად. გასაგებია? მოდი ახლა მესეჯ ბოქსში ჩავწეროთ. ოჩას კარგად. წავიდა. მოგესალმებით, მეგობრებო, ეს არის კომპანია Ford Dealer Auto Import. ჩემი მეგობრები, კომპანია, რომელსაც შეუძლია ძალიან დაბალ ტარიფში, სრულიად უსაფრთხოდ ნებისმიერი მოდელი მანქანა ჩამოგიყვანოთ შიკ ფოთში. ასევე თქვენ გეყოლებათ ასისტენტი, რომელიც სულ ხაზზე იქნება, სულ დაგეხმარებათ ყველაფერში და ullimito car faxi. ეს კომპანია თანამშრომლობს სოფლიოს ყველაზე დიდ აუქციონებთან და ასევე დამწყებ და გამოცდილ დილერებთან. ერთი სიტყვით, სანდო კომპანია, იმიტომ რომ მე ჩამომყავს აქ მანქანა, რადგან მე ჩამომყავს, ესე იგი სანდო, იმიტომ რომ სასოც სანდო. გადაიღე? გადავიღე, მაგრამ ღია არ იქნება 10-მდე არ იღებიან. სასო რა სახელია. 10-მდე არ იღებიან უცხოებისთვის. ჩვენ ვართ ჩინაურები. შეხედე? ოპა. გამარჯობა, გიგი, გამარჯობა. პასტო. მეგობრებო, აი ეს ადამიანი არის გიგი. გიგი არის ამ კომპანიის მენეჯერი, ნამდვილი თავის საქმის პროფესიონალი. გამარჯობა, გიგი. გამარჯობა. სასო, რამდენი ხანი არ მინახე ხარ უკვე? 2 დღე გავიდა რაც წინაზე იყავი. დიახ, სულ რაღაც. რატო მომიტყანი? მე მაქვს ესეთი შეკითხვა. შემთხვევით, ჩემი მანქანა ხო არ ჩამოვიდა? სურპრიზს ხომ არ მიმზადებ, გიგი? არა, არ ჩამოსულა, როგორც გითხარი, სასო, მინიმუმ 10 დღე ჭირდება თქო და რახან შენ თვითონ ვერ გაერკვიე თეთრში, გითხარ რომ მესთან დაგირეკა, როგორც თუ ფოთში შემოვარკო და დაგირეკე? არა. არ დამირეკე. კი, ანუ გამოდის რომ არ ჩამოსულა ჩემი მანქანა. რა ეგრე გამოდის კი. რა გაიწყობა, მეგობრებო, არა უშავს, სურპრიზი არ გამოვიდა, მაგრამ სხვა დღეს მოვალ აქ და აუცილებლად წავიყვან ჩემს საოცარ მანქანას. ეგეთი შეგვიძლია. სურპრიზი მინდოდა, როდის გამარჯობა გიგი, დილამშვიდობის. ხო მითხარი რა. ვიცი რომ ძალიან გინდა. ვიცი რომ ახალ რომ ეს ეწოთი მომისმინე. შემოქმედა ვიცი რომ ძალიან გინდა რომ მანქანა მალე ჩამოვიდეს, მაგრამ ამე ვერ დავაჩქარე. 10 დღე მინიმუმ უნდა. და ფოთში როგორც კი შემოვადგო, დაგირეკავ თქო, ხო გითხარ? არ დამირეკავს, ან ვერ შემოვიდა ფოთში. რანაირად იქნება მანქანა ჩამოსულა. არა. უბრალოდ კონტენტს ვიღებ, ახალს და ვთქვი. გავმიგერო კონტენტს იგებ და რა ვქნა. ანუ 10 დღე ჩა.
ჩამოვად დღეში. ხო დღეში. ბოდიში ავიღებდი, მაგრამ პირიქით მე ბოდიში რომ ამ გემრიელობას ჭამდი და შეგიშალე. არა, ღმერთმა შეგარგოს. კაი, წავა. აი ხარ. წამოდი, ტორიკ, წამოდი. კარგად. აი რა გახდებოდა რომ ყოფილიყო ჩამოსული და აი მკვდარი სულით არ წავსულიყავ. შეხედე ბიჭო, რას გავს? სად მომაკვდება, ხელში კაცმა არ იცის ეს. უნდა გაყიდო. და მაგერი მანქანა არის, იღი კუკუშკა მანქანა. ბავშვთასაც. მართლატო? და ბავშვთასაც ბიჭო და მონასტერს შევწირავ კიდე. ჯარში თუ ჩაიბარებენ, მადლობელი ვიქნები. მოიწერცა. განსხვავებულისაა გადაღება ძალიან. და ილოცე ეხა რომ კონტენტის ეს ფილმიც ეთია, ფილმი რა არის სერიალი. განსხვავებული. როგორ მოხდა? კარგია. შიგნიდან მაგარ ვიძია, შეხედე ბიჭო. რა მაგარი საჭი აქვს? მინდა ეგეთი. ჩართე? ხაუთმები ძალიან მაგრადა აქვს. მაშინ მეგობრებო, დადგა ნანატრის სპეციალის გადაღების დღე, იმიტომ რომ 100.000 მივახლოვდით. როგორც შეგვიდი როგორც თმები აქ ეხა იყოს პუსკუნა კაცი უნდა იყოს, კარჩი ბუდურა კაცი. ზებნე საქართველოში ყველაზე მისტიური სახლი და იქითკენ მივემართები. გზარც ისე მოკლე, ამიტომაც შეიძლება ღამე სადმე გავაცენოთ, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ აუცილებლად დანიშნულების ადგილზე ვიქნებით. ერთი თხოვნა მექნება, რომ თუ შეიძლება ზარის ვილაც დააჭიროთ, გამოიწეროთ არხი და ლაიქსაც მიარტყათ. გაიგეთ რა თქვა. ქენიც მებო. უეჭველი გჭირდება ყველას. ეტა შეხლე არისო რა. ახჩი. იოპტვაიო. რა. მიდი რამე უთხარი გადაგაწმის. მე როგორც იქნა თოვლიდან გამოვედით მე მგონი. ორე მოდი სტორის ჩავწერა. მაგარი საჭირო. ხო იღებ. კაი, და. ძვირფასო მეგობრებო. ძვირფასო. მოკლედ მოგიყვებით ამ საშინელი ისტორიის შესახებ, რომელიც ამ სახლს დაემართა. გეტყვით, რომ ეს სახლი არის ცნობილი როგორც საქართველოში ყველაზე მისტიური სახლი მესხეთში, სადაც ახლა მივემართებით. მოკლედ, ისტორია იწყება ასე. რისერჩი გავაკეთე, რა თქმა უნდა, იქ ბევრი სისულელე ჭორი იყო, მაგრამ აი რაც საინტერესო ჟღერდა. 1814 წელს თურმე თავადი ივანე ბარათაშვილის დაკვეთით აშენდა აი ეს სახლი. ხო და თითქოს არაფერი განსაკუთრებული, თავის მეუღლესთან და 8 წლიშვილთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ ერთ დღეს გაჩნდა ხანძარი და როდესაც ჩასაქრობად მივიდნენ, მთელი ეს ოჯახი მოკლული უპოვდათ. საინტერესო ის იყო, რომ ცეცხლით არ იყვნენ დამწვარი, უბრალოდ მოკლული იყვნენ და ვერავინ ვერ გაარკვია მიზეზი რა იყო. სახლი დაილუქა. დიდი ხანი მერე გადაეცა საბჭოთა ხელისუფლებას და 1911 წელს, როდესაც გახსნეს თავიდან ეს სახლი, როგორც ვაიმე. აუ მანქანა გაუფუშდა გარეთ. ვაიმე. ოხ. ვიცა. გამოუვიდა, ვიცა ერთი წუთი. იოპტვაიო. შენიდა დავატირე რა. აი ხო ვიცოდი რომ რაღაც ესეც იზავდა რა. რა დაემართა? არ ვიცი, წყალმა ადოა მე მგონი. აი ეშველება რა მე? არ ვიცი, თორე გავარხელოს სახელოსანია საჭირო რა. რა უქნათ ახლა? აი კით მოჩანს. რაღაცა დასახლება, წამოიხა ფეხით გავუყვეთ. გადავამოწმოთ თუ მოჩანს დასახლება. მართლა მოჩანს. უქნათ ახლა. შევამოწმე. კინოცოდვა შევაწვინე, კაროჩე. რაღაცა დასახლება, წამოიხა ფეხით გავუყვეთ. გზაში თუ ვინმე შეხვდა ხო, იქნებ გვიშველოს, თუ არ დაანსასტუმრო ხო იქნება დავრჩებით, ან რაღაცა ხელოსანი. ვაკ ეს ხო არ ვიждებით, მაიტარა ეგანა. ისა ხო არ ვიждებით მას. წამოიღე ყველაფერად საჭიროა და არსებობს იგავი. დაუჭედებელი ნალის გამო ცხენმა წერილის მიტანა დააგვიანა.
დაგვიანებული წერილის გამო მეფემ ჯარი ნაადრევად გაგზავნა. ნაადრევად გაგზავნილი ჯარი მტრის ჩასაფრებაში აღმოჩნდა. ჩასაფრებაში აღმოჩენილი ჯარი მტერმა მარტივად დაამარცხა. მაგარი გადმოცემის უნარი აქ. შეხო არ გაქვს ბიჭო რეებს ბოდაო რა ნალი რა ცხენი. ანუ ყველა დეტალს რომ მნიშვნელობა აქვს, მაგის თქმა მინდოდა, როგორც რაღაცა ისე რა, ლამხად. აი ვარ გოდა? არა. და ამოვჭრი მაგ ყლეობას. მიჯვავს სიბრძნეს და საქმის მიხედვით. ედო იღებ. რავი, არ გადავიღო? გამოგვადგება რამეში. აი მოიცა. ძვირფასო მეგობრებო, მართალია მანქანა გაგვიფუშკა. ძვირფასო მეგობრებო, დაალაიქეთ მართალია მანქანა გაგვიფუშკა. მაგრამ მე არა, ეხლა ჩვენ წინ გავამგზავნებთ გზას. სასტუმროს ვიპოვით, რომ დავბინავდეთ. ხალხმერე ხელოსანს ვიპოვით, მანქანა შევაკეთეთ და აუცილებლად ჩავახცევთ დანიშნულების ადგილამდე. სპეციალად დაფუჭებენ ხმას თუ რა შევიან? იჭერს თან ინტერნეტი? უიჭო. არ იჭერს და არც ისე იჭერს. არ ჩემი არ იჭერს. ჯანდაბაში ვარ ბიჭო, წამო. მეგობრებო ეს აქაური მაცხოვრებელია. წამოდით კითხოთ იქნებ სასტუმროში. მეგობარო. კამერა უждდებათ. უკაცრავად, კაცო. ბოშულო მოიც. ჯიგარ. უკაცრავად, არ გესმით მეგობარო. ზეა კაცი დააგდო ძის, სად მისდები ბიჭო იგი ხო? მეგობა. ესა ღამეა და ეთყობა ვერ დაგვინახა, არა უშავს დავაკაკუნოთ. მასპინძელო. მასპინძელო. ეს ჯადოსნური სიტყვა საქართველოში გარეთ არ დაგტოვებთ. გამარჯობა. რა თვალებია. დაგვინახეთ ან ვერ გაიგონეთ. მეგობარს და მე მანქანა გაგვიფუჭდა 1-4 კილომეტრში. ფეხით მოვდივართ რა და ან სასტუმრო, ან ხელოსანი რო და ანუ ან სასტუმრო რო იცოდეთ ან ხელოსანი თუ არის და ვამპირია ბიჭო. ოპა, აი რომ მოხიოთ. რო გაიქცეთ ბიჭებო. აი ერთი წუთით მეგზურნო შეძდაკით მაგარი კაცი. თქვენი წენი და ჩემს მეგობა ჩემს ზურს დაკალე. გამარჯობა, არ გწყენია უბრალოდ. მიახლოვდი. გამარჯობა თქვა, არ გწყენია. მიახლოვდი. გამარჯობა, არ გწყენია უბრალოდ. რო ახლოს. აბატარა, მოიწია. ვიცოდი. ვიგრძენი. რა, გასი. უმანკოება. და. ვახტები. გაიქეცით ბიჭო, ხო არ გადავთ. მეგობარს იმას არ ამბობს, რასაც ფიქრობს და იმას არ ფიქრობს, რასაც ამბობს. უჯობესია შემობრძანდეთ დაღლილები და მოშებულები იქნებით. ხო, აი ზუსტად მაგიტო მოვდიოდით, რომ მანქანა გაგვიფუშტა და დასარჩენს ვეძებთ ან ხელოსანს ვეძებთ. უკეთეს ადგილს სად იპოვი? ხო, მოვბრძანდით. მადლობა. ეს შეგვაშინეთ. შენ ნაბოზარო. როგორ შეგვაშინე? ჩაიცი. სტუმრები მყავს. მოვიდეთ. მოვბრძანდით. ელემენტი ჯდება და უნდა შევწერ. არა ვიშოს გამოსვარე. შევიდე. სადის ბიჭო, გადის. რო? რა არის ეგ? რაზე ამბობთ? შენს მეგობარს რა ადევს მხარზე?
ის არის. კამერაა ეგ. სონია. სონია? ხო, ისა. A3. ჩემს გარდა ცვლილ მეუღლეს ერქვა სონია. უიძე განასიძახეთ. ვიზი არა. სონის კამერაზე დაგაა. ცხენმა გადააგდო ხევში. უიძე არასაშინელი ამბავია. მიყვარს ცხენები. უკაცრავად ცოტათი გავოდინეთ, მაგრამ არა უშავს. ახალი გაგვიძებულები ვართ და თანაც დიდი ხანია სტუმარი არ ყოლია. აი მადლობა დიდი, მადლობა. მადლობა, მეტი აღარ შეწუხდეთ, ჩვენ ის არ ქვია. არ ქვია რა და აღარ შეწუხდეთ, არ არის საჭირო. რას ქვია, არ არის საჭირო. არ ქვია. ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. ეს მისი საყვარელი ანდაზა. ნიშნავს სტუმრებს საკვები არ უნდა მოაკლდესო. ვარგი ხათაითა. უკაცრავად გათამაშე. საფერფერშო საით არის? სადღაცი მეც გამოყვებ, მოიცა? ამას აქ დავტოვებ, კარგით. ნელა ვერ ხედა ვერაფერს ნელა შეხვარა აქვს ბიჭო რანაირები არიან ისინი მათ სირცხვილია არ გაიგო ბიჭო სირცხვილია და მე მგონი იახოველები არიან რატომ არიან იახოველები იახოველები არიან ერთი იახოველი არ არსებობს აგრეთ ამაშობენ ისეთი ყოლა იახოველი და ისეთი ნახატა და მესამე არ მახსოვს მაგრამ ეხლა ავიღოთ კამერა და გავარჩვათ აქედან სირცხვილი ბიჭო ერთი ჭიქა მაინც დავლოცოთ რა ერთი ჭიქა ბიჭო ცივიოფლებას ყავს ავად რო უყურებ განსაკუთრებულად ადით მართლა მოხიეთ მოგავიდეთ არი ფიქრო რომ კოცნაობ თან რა გავით ოდიში ლუდი დავლიათ ბევრი და ოდიში არა უშავს დაბრძანდით არ მოიწინოთ უი სულ დამავიწყდა ზრდილობის ნორმები ერთს კი გაგეცანით მე ედმუნდი მქვია აი ეს კი ჰამლეტია სასიამოვნო ჰამლეტ გონაშვილი ვარ ეს ისტორიკა მე სასო ვარ უკაცრავად რას თქვით სოსო სოსო არა სასო ვარ მე სასო იცი ჩემს მეზობელს ერქვა სოსო ეგ კარგია მაგრამ მე სასო ვარ დუელში მოკლეს როცა დაიბადა საინტერესო ეგ არ დალიოთ ჩემ სასო და გვარი გვარი წარკვეთილი ვარ მე გვარად წარკვეთილი ლაბაშაინგოითი გავქცინის გონიო ეს ვინ არის გაწეწილი კაცი ვინ არ გავაღვიძოთ არ გავაღვიძოთ აი ასეთის ხომი დამალვა ეს პაკოა უკვე 3 საათია გავაღვიძოთ მიდი შენ მოამზადე და ჩვენს მალე ამოვალთ პაკო გაცრავად წადით ბიჭო მოხიე მოხდით ჩვენ ცოტა ხნით უნდა დაგდოთ ჩვენი უფრო
უფროსი ძმა უნდა გავაღვიძოთ. ახლა ჭამა უწევს და მალე დავბრუნდებით თქვენ არ წახვიდეთ, არ მოიწყინოთ. საჭველი ვინ არის? ესენი. უფროს ძმასაც გაგაცნობთ. დიახ. ორა ვერ გააღვიძეს ბიჭო ამდენ ხანს გავიდა 9 საათი. ბიჭო ასაკშია ეთყობა კაცი და იმიტომ. ვადექი რა წამოდი წავიდეთ. ხვალ არ გვნახონ ეხა ამათმაც რა. შუაშია ბიჭო საჯანდაბაში გინდა რომ წავიდეთ ღამის 4 საათია. აქედან წავიდეთ და თუ გინდა მანქანაში დავიძინოთ. რა ხმა? არ ვიცი რა ხმა იყო ვადექი წამოდი. წამო ბიჭო ხო არ უჭირთ რაღაცა. რა უჭირთ ბიჭო შიგ ხო არა გაგ. წამო ბიჭო შევამოწმო თუ არ უჭირთ არაფერი მერე წავიდეთ. ბავშვობიდან ეგეთი ყალე რატო? გამოდით ბიჭო რაღაცას კლავენ ეგენი გამო. გაშაში ხართ გაშ. ბადე რაღაც დამოდია. სოლია ყავს ხელში არჩ. ეს როგორ ის რა მაგარი კაცი. არც ისე კარგი გაღვიძება გამოგვივიდა. ჩვენც ახალი გაღვიძებულები ვართ ვლად. ჯერ გარეთ არ გავსულვართ. გუშინაი ამან თხა მოინადირა და ის შევსანსლეთ. შენც იმისი სისხლი დაგანევინეთ. ესენი არ ვიცით ვინ არიან ვლად. თავისი ფეხით მოვიდნენ. თავიდან მონადირეები მეგონა. მერე უბრალოდ ორი დეგენერატი აღმოჩნდა. აუ ეს ვინ არის? ამდენი წელი გავიდა. თარაზულად უნდა გავშალოთ თუ შვეულად? ზუსტად არ ვიცით, მაგრამ ალბათ როგორც წინაზე 9 საუკუნემდე იქნება გასული. რომელი წელია მოკვდავო? პირი გაუხსენი. ახლა კარგად მომისმინე. პირს გაგიხსნი და თუ იყვირებ. აი ამ სონიას ტრაქში გაგიკეთებ. მერე ავიღებ შენს მეგობარს და იმასაც ტრაქში გაგიკეთებ. მერე ავალ ზემოთ, გაიგო, გაუხსენი. და იმასაც ტრაქში გაგიკეთებ. გიმეორებ შეკითხვას. რომელი წელია? ეხლა ქრისტე შობიდან 2025 წელია. გაზაფხულია, მარტის თვეა, 7 რიცხვია. საათი არ ვიცი და გეხვეწები ტრაქში არ გამიკეთოთ არაფერი. გთხოვთ რა. ცოტა კვერცხებზე შემცივდა. ალბათ მარტი კუც იქნევს. 70 წელზე მეტი გასულა. რა უშავს ვად. თავარია გავიღვიძეთ და ახლა ყველანი ერთად ვართ. საკითხავი ის არის. მარტო ჩვენ გავიგვიძეთ თუ სხვებმაც. სად ვერ ყოფებით? ვინ სხვებმა ახტიბაჭი. ჩემს ასგავს. ნო ეს მაგარი კაცი. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ რაც გავიგვიძეთ, აი ამად გარდა არავინ მოსულა. ისე მიტოვებულს გავს. ბოლოს ის მახსოვს ვლად, შენ რომ მიგვიყვანე გამოქვაბულში. და აქ როგორ მოვხვდით, წარმოდგენა არ მაქვს. აი ესა. დიდი ბოდიში შეიძლება ვიკითხო. თქვენი აღო ეს მოწმეები ხარ.
ჩვენ სამყაროს დაბადების მოწმეები ვართ. მოკვდავო. ნებსბოდა 200-საც არ ხარ. შედაუღად რა ამბიციური მწოველია. მამასაფეროიდა! დაიწყეს შევით მელაპარაკე. Takmaisa. Agariya. რომლით დავიწყე? ამით თუ ამით. სულ გეხვეწებით რა ამით თუ ამით გაგება მანქანა მიყენია გასაღებს მოგწევთ ფულს მოგწევთ რავი რასაც გინდა ყველაფერს მოგწევთ გეხვეწებით რა თქვენი მონა გავხდები გეფიცებით ოღონდ თქვენ და მონაც გავხდები მართლა მზად ვარ მონა ვიყო თქვენი გეფიცებით ოღონდ არ შემეხოთ ხო ამით დაიწყე ძალიან ხმაურიანია თანაც უშნოა სისხლზე ღირებული არაფერი გაქვს მოიცა კაცო როგორ თუ არაფერი მაქვს კაცო არ ვიცი რამდენი კარგი თვისება მაქვს მილიონი კაცი მიცნობს ვარ დაუზარელი ვარ შრომელი კრეატიული ვიცი რუსული ვიცი ინგლისური ვიცი კომპიუტერიც ვიცი რა 1000 რაღაცაში შეიძლება გამოგადგეთ გეფიცებით მართლა რაც დაგჭირდებათ ყველაფერს შეგისრულებთ თხოვთ არ შემეხოთ რა ვლად ჩვენ იმდენი დრო გავატარეთ ძილში რომ ახლა გარე სამყაროსთან კავშირი უსაფრთხო არ იქნება ჩვენთვის ეს ხომ არ გამოვიყენოთ სანამ გავარკვევთ რა და როგორ შენ თქვი მონა გახდები თქვენი ყურმოჭრილი მონა გავხდები ყურს რა დამიჭრის ყურს ადოიჭრის დრო ეგეთი ეს შენი არჩევანია დიახ დარწმუნებული ხარ რომ გინდა კი შენს ადგილას სხვას სიკვდილი აურჩევია არა მე დარწმუნებული ვარ რა ვქნა მაგრამ მოსაწერია ხელი ამაზე თუ პიცი უნდა დავდო რადგან ეს შენი არჩევანია Берегага. Суило чемо. Суило. Ტრაცი დამალევინე ეშმაკო. დრაკულა უნთოლდი რო არის ეგ არის გარაჩი. სისხლის ანალიზს ჩაბაბარებდი მაინც ისე ყოველი შემთხვევისათვის დღეიდან შენ ჩემი მსახური ხარ იცოდე ერთგულება დაგიფასდება ხოლო ღალატი სიკვდილს სანადრელს გაგიხდის ახლა წადი და 4 ვაჟიშვილი მოგვიყვანე აქ აჰა და მას რა უყოთ? ხო. ესენი ტყუილად ხომ არ გავხდით. არა, მოიცა, თხოვ. აუ, არ დამიმალო ბიჭო, მითხარი. გამიყარეს სანამ მეძინა? არა. აბა რა ჯერდები მოხდა, რატო არ მიყვები შეჩემა? შენ გიქნეს რამე? არა. აუ, ბოზიშვილი ვიყო, უეჭველი გვიხმარეს სანამ გვეძინა და არ მეუბნები. და ტრაკი მტკივა შეშება. მომისმინე. ტრაკი იცი რატო გტკივა? გათიშულს რო გეძინა ესე მოგახოხიალებდი მთელი გზა. აი მაგიტო გტკივა ტრაკი. არც გაყრა, არც შეყრა მსგავსი არაფერი არ ყოფილა. მოუხდით ვიღაცა შიგნაკრავების ოჯახში, სექტანტების. მეტი არაფერი. და საერთოდ მოდი ამოვშალოთ ეს ყველაფერი მეხსიერები და თითქოს არც ყოფილა. არასოდეს ეს არ მომხდარა. მაღალ ღმერთს მადლობა, რომ საერთოდ ჯანმრთელები და ცოცხლები ვართ. სად მიდიხარ? მანქანაში, სად მივდივარ? ტელეფონით იქნებ დაიჭიროს რამ. გათიშე, ეგ დედამოწყნული, რატომ მიღებ? უნდა წავშალო მაინც ყველაფერი. მე რატო ვეძებ მარტო? დამჯდარი მაქვს და შენ ნახე. ნახულობ, სადღაც მეწერა ეგ ნომერი. მომისმინე ერთი წუთით. ჰა. ერთ რამეს კითხავ და კპირდები, აი მეტი აღარ შევეხები. მითხარი, რა გინდა? ეგეთი რა ქენი რომ ესე წყნარად გამოგვიშვეს. წყნარად ხო? მომისმინე.
სანამ შენი გეძინა უნავარივით, მე ერთ-ერთმა იქ სექტანტმა თავისი სისხლი დამალევინა. მე მითხრა რომ ჩემი მონა იქნებიო და მეც დავთანხმდი, იმიტომ რომ გამოვეშვით შენც და მეც, ასე რომ წყნარად არავის არ გამოვუშვივართ. სექს მონა თუ ისე მონა? ბოდიში რო არ დავაკონკრეტებინე, რომელ მონობაზე იყო საუბარი. ეგ არ ვიპოვე. ეხა მომისმინე, ევაკუატორი მოვიდეს და ჩემ დათავა და ამ საქართველოს აი ამ ნაწილში საერთო ფეხის დამდგმელის დედავატირე. ალო? გამარჯობა. ევაკუატორის კომპანია. შემეშინა. სამეორე ფეხის დამდგმელი არ ხარ. შენ პირობა და უკანდა სახავი აღარ არსებობს. აი ეს არის ჩემი ისტორია. გული გამისდა ბიჭო. ეს არის გაკვეთილი ყველა მეამიტი და ცნობის მოყარე ადამიანისათვის. მე დაბადებული როგორც თავისუფალი ადამიანი გავხდი მონა. და დრაკულამ გიხმარა გარშე. ეს არის ის საერთოდ არ მჯეროდა. დარწმუნებული ვარ არც თქვენ გჯეროდათ სანამ ამ ვიდეოს არ ნახავდით. ჩემი სინდისი აწი სუფთა. რადგან ეს ყველაფერი აი ეს ვიდეო მხოლოდ იმისთვის ჩავწერე რომ თავიდან ამერიდებინა თქვენთვის. აი ეს განსაცდელი. ორჩი? ვარგოდა? სასო სათხარ. სარვალია გასაუთავებელი და წურწელი თავის თავს თვითონ არ გარეცხავს. დროზე წამოდი. რა უნდა? ჭურჭელია გასარეცხია. ამ ჭურჭელმა ხო ტვინი მოთხანა რა. ყუბოს საწმენდი სად არის წარკვეთილო? და აუ ეს რა ყლეა. გასწორა, გადაობა იყო ძალიან. ძალიან განსხვავებული იყო, იუმორიც იყო, ესეც იყო, ესეც იყო. ძალიან და უფრო იუმორისტულია და ასწორებს. აუცილებლად მეგობრებო, ხარი დაუჭიროთ ვარდოსანიძეს, გადადით ახალ პროექტს გვერდში დაუდგეთ, გამოიწერეთ არხი აუცილებლად და დალაიქეთ ვიდეო რა უეჭველი. ძალიან გაასწორა. მეორე სერიას დაიდო უკვე მე ხა ამას უცავ რეაქტებ და მეორესაც შემოგიწვენთ რა ამის დადებიდან მეორე დღეს დიდი ალბათობით. ნახავ როგორ გაგისწორდებათ და მაგასაც შევხედოთ. აბაჰეთ და აბაჰოთ, წავედი ხა ვიდეოს დალაიქება და ჩემი გამოწერა არ დაგაუწდეთ მეგობრებო. ავიდეთ 5000-ზე რა. მადლობა ყველას, ვინც ამას გააკეთებთ. აბა დაგემშვიდობებით და გაგვიცეთ ყველას.